გამარჯობა ძმდებო. დღეს შემერჩო კამერები. დავიწყეთ? ხო, ეს ჩვენ ჭამე და იარე. დალე რა ხვია რა ჭამე და იარე. დაიც. ადგილები ხوار შეგვეშალა. ეს არის შო. რა მაგრამ მივაცება ეგ ისტორიაში ხუაზე არა. გააძი ხა მასწავლე. შეჩემა იმას წავდი ბადრიჯანს. ბადრიჯანს დილით წავდი როგორ გონია? ელიქმა. რა შეკვეთას არ ავიღებ თო ფულია და ჰავა გამოვა თომატო წინა. მოგესალმებით მეგობრებო დაუბრუნდით ადგილებს როგორც იქნა ძლივს გადავყარე ბიჭები უკან და მადლობა უნდა უთხრათ ბიჭებს იმისთვის რომ მოვიდნენ როგორც იქნა იმიტომ რომ ვიდეოდან მოგმართავ გიორგი დანელიამო ეგ ჩაგვიგდეს რა და გაგინე გიორგი დანელიამ არა მხოლოდ იმიტომ რომ ბევრგან იწერებოდა ხოლმე მახარაკალაო კარგი როგორ მოგწონთ ჩვენი ახალი ავტომობილი ძალიან კარგია რომ გამოგევლოთ სახლებში უფრო ორგანული იქნებოდა ჩემი აზრით და ჩვენ არ მოსულიყავით ნახე უკვე ტუნი დაიწყეს შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ახალ Jet-Tour T2-ში წინა ვიდეოს შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე თუ როგორ მოვიყვანეთ როგორ განვოხსეთ პარკები როგორ მოვხსენი პირველად ცხოვრებაში მანქანას და იმოტორსი არის ოფიციალური წარმომადგენელი არა მარტო Jet-Tour-ის არამედ ბევრი სხვა ავტომობილების ცენტრის გამძლეობაში ავმოწმეთ ხო ეს მანქანა არის plug-in ჰიბრიდი სხვათა შორის არ ვიცი გითხარით თუ არა ანუ ელექტროც არის და ბენზინიც რა იო აგიხსნე დვიჟოკი ხო იცი აი დვიჟოკი და ბატარეა. დაიქოგა დვიჟოკი და ბატარეა. ერთ მხარეს აქვს საწვავის პორტი, კი არა და ადგილი, მეორე მხარეს აქვს დამტენი პორტი და ღამე ვტენით ხოლმე სახლში და მთელი დღე გენახევარი დაახლოებით 140-100 და ბენზინ გასამართ სადგურში როცა შედის ხოლმე ყოველთვის ერევათ ხოლმე და გონია რომ აქედან აქვს ბაკი. მე მაგალითად თავს მატკიებს ჩინის ელექტრომანქანა. რატო ხმარო არ არის? არა. აჩქარების დროს, აი. სტრაფი აჩქარება რო აქვს და ზადანიც რო იგივენ არის ის სტრაფი და როგორც წინა მხარე. თავი მისკა. და თავს რატო გატკიებს? ანუ წნევის ამბავია შეიძლება. არა, მეც $30,000-ზე ნაკლები თუღის მანქანა ვერ ვჯდები ფიზიკურად. წელი, რაღაც ცოტა წელს იმას შვება. იმაზე Ford Fusion-ზე რა ქენგიო? აი Ford Fusion-ი უნდა გამოვცვალო. კაროკას ისე და აქ ნატირები თუ რაღაც. ბიჭებო, რა ხდება? აბა თქვენკენ როგორი ამბებია? რამდენიმე დღის წინ იყო ლაივი. მოყევით როგორ ჩაიარა, რა ხდებოდა? 40 წუთში 300 ბილეთი გაიყიდა რა. ვაუ. აპირებთ კიდე ლაივების გაგრძელებას აი პერიოდულად თუ სპეციალებს და ელოდებით ისე ძვირიჯდება. თავის ქირაობიან. ანუ სპეციალური ტექნიკა გაქვთ ლაივისთვის? არა, თვითონ ფარტი ხალხმა რატომღაც სულიერი საზრდო გაიზარდა და თეატრების ფასიც გაიზარდა. და ჩვენ გვინდა შემდეგი ფილარმონიაში რა, იმიტომ რომ მეტის აღების შანსიც არის ანუ. ეხა ბილეთის ფასი ჰქონდა 20 ლარი. მიქიდან მოგებას არ ველოდებით. ძალიან კაია. просто გვინდა რომ გიორგის პონჩი რა იუმორიაში რო აღარ არის ის ფილარმონიის მაკლია. იუმორიაში ხო იცი კი გამოვიდა. რა ერთხელ თუ ორჯერ თუ რა. 20. ეს ინფორმაცია რო ეხა გაქვს რას მოგცემს არ ვიცით მაგრამ. მაგრამ ეხა გაიგე. მაინც იცოდე არ ვიცი. არა მე პაროდიის ნიჭი მაქვს. პასუხი კი ვიცი, მაგრამ უნდა გითხოთ ესეთ რაღაც, აი პოდკასტის წინ ემზადებით ხოლმე რაღაცა საკითხები თემით, აი როგორც მე ხა რაღაც კითხები მაქვს ჩამოწერილი, რომ არ დამავიწყდეს flow რა. თუ აი ვინც მოვა და თუ აი მაგალითად იმ სტუმარის ვიდეოებს თუ უყურებთ, ან რაღაც ამბებს თუ იგებთ, ან რაღაცა სანამ ბოლოს გაგვიგია სტუმარი ვინ იყო? ამე. არა, მაგარა რო დაწყებულა გადაცემა სტუმარს უყურებ და ვინ არისო? ხანდახან. ელემენტარულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც თვალი გადავავლო რა, იმიტომ რომ უფრო კარგი გამოვა ეგრე, მაგრამ მან მუღამი ის არის რომ აი სტუმრად მოვიდა და ეს ყავს კი არ არის აი ჩვენ ვერთობით და აი სტუმარიც შემოვიდა ჩვენთან რა აი რაღაცა ეგ დუჟენია და არა ის რომ იცი და არის ბავშვობაში აი რაღაცა ინტერვიუ და გამოკითხვა არა ინტერვიუ არ არის რა ეგეთ საინტერესო თუ წაიღებს ლაპარაკი მაგეთ კი ბატონო ერთხელ ვცადე ჩამოწერილი სკრიპტით რამის გადაღება მე და აჩი ვიყავით დაჟე ხუმრობები ჩამოვწერე არ მაგ გული გვერეოდა აი არა მახარ არის იმპროვიზაციის კაცი რა ახლა და აქ მაგის ნიჭი და რატომაც არა რაღაცნაირად ცუდად აი გონია რომ სადმე მოვისმინე ეს და კიდე მე ვიმეორე აი იუმორინაში რაც იყო ბოდიში fast food-ზე გითხარით ერთ-ერთი თვა იმან წამოწ და კი აუ ჭამაზე რო იყო არ მახსოვდაო რა თუ როგორ თქვა ჩვენ დილით გიორგი ჩვენ ყოველთვის დილით ცილას ვიღებთ კალატოზე ძახის რომ დილითო გვერდზეო ძალიან მაგარი რესტორანიაო საიდანაც კვერცხი გამოვიძახეო მე მინდა რომ დახურეტა შემოვიდეს კვერცხის გამოძახებაზე მართლა რა რჩება მოიტანო კვერცხი და შეცვა და 20 ლარად მოყიდო
ანუ თან გემრიელი იყოს ხვიში არ შემიძლია. ისე გეხერხება საჭმლის კეთება შენ? არა, კაი ხელი აქვს, მაგრამ აი რაღაცა ხანდახან ძალიან აკრიტიკებენ ხოლმე. იმდეს რაღაც წვადი ჩაუვარდა. ანუ წვადი ჩაუვარდა, იმიტომ რომ თრალი ვიყავი და დავიკიდე რა. 700 ლარის ის ვიყიდე. სამწვადე. არა, მასალა, რომ პიცა გამეკეთები და ზუსტად იგივე, მაშინ ნეაპოლიდან ვიყავი ჩამოსული და ხოძე იყავი, პიცის ხოძე იყავი. თელი ღამე უთენე ცომს. მართლა ყოველ 3 საათში ბუძენი. შენი გაკეთებული ცომი იყო? ხო, რა, ნეაპოლის სხვანაირი ცომი ეს ფაფუკილოა და ძალიან მაგარი. თელი ღამე 3 საათში ერთხელ გავიბუზენი რეკავდა, ზილავდი თავიდან ვიძინებდი 1 საათი. მე დარეკავდა 3 საათში ეგეთი წესი აქვს, რა, ანუ ეგრე კეთდება. ოღონდ აკეთებს იქ ქარხანა მაგას და მე დილით გააქვთ ქალაქში. ჩავთე ეს პიცის ღუმე შევაგდი და აი ყუე გარშემო მრგვალი მარტო ეგ გამომქონდა ხოლმე რა, იმიტომ იკრობდა. მე ლუკა ნაჭყებია რო ყავდა სტუათ, იმან მითხრა 5 საათი უნდა გქონდეს ეგ ჩართულიო. იმედია ამდენი ჩარეჩი. არა, წარმოიდგინე სახში ნეაპოლიტანურ პიცას შეჭამს. აი მეტი. მოვედით ამასობაში პირველ მაკდონალდში. გამარჯობა. გამარჯობა, ხასმეთ. თუ შეიძლება რო არ გამიმეოროთ ისე წინა მანქანის შეკვეთა რომ შევუკვეთოთ. მადლობა. კაი. ყაყინულთ. ეხლა მაინტერესებს. პატარა თამაში უცებ რა. ვინც გაარტყამს დაახლოებით რამდენი ლარის დაახლოებით 100 პონჩი? მანქანა. ვერ განახებ, გასულია. არა, დგას მანდა მომოუვიდა. თანხავთ, არა დგას. თანხავთ თქვათ და ვისიც უფრო ახლოს იქნება, იმან გადაწყვიტოს ამ საჭმელს ვინ შეჭამს. 28 რასაც მივიღებ. 28. Ford Fusion იყო და 28 ლარზე მიწა მე ვიტყვი 15 ლარს, ალბათ ერთი ტიპი თუ იყო მარტო ყავა შეუკვეთავ და ან რაღაცა. თეო, შენ რას ამბობ? 20 ლარი. დაუკრა ბარათი და ეს და მე არ შევხედავ, გაატარი. აუ, რავი, დავიწროვდით. მადლობა. მე 15, მახარა 28-ო, ყალა 23. მე 20. რა შეკვეთას არ ავიღებ, თო ფულია გადახდი. მაიტამაში. ყოლა ყოლა ყინულით. მადლობა ძალიან დიდი, მახარ. შენი შეკვეთები მოვიდა, ბრა. ვინ იყო ყველაზე ცოტა? მე ვთქვი 18 მე 15 ვთქვი, მაგრამ შენ აი ყოლა ყინულით გინდოდა. საჭმელთან დამოკიდებულება მაინტერესებს კიდე, მახარ შენ თახზე ხო მაგით დაიწყე იდეაში და ეხაც მიყვები მაგით. რაღაცა ამ საჭმელებს აგემონები და ჭამაში ბინა თამაშდება. მე მაინტერესებს ყველაზე საშინელება რა გიჭამია ცხოვრებაში. აფრიკული და ინდური. ინდური არ მოგწონს? არა, არ მომწონს სხვა რამეა. აფრიკული საჭმელი ვჭამეთ, რომელიც რო დავასწრეთ, მე შეგვეტენა რასიზმი და დაგვიშვეს ვიღაც უცხო აფროამერიკელ იუთუბერებთან, ქართველებმა წაიღეს ეს რო ნახეო. იმის გამო რომ ფერის გამო არჩევენო საჭმელს, საჭმელი როგორ ყარდა ისი აი და მეორე იყო ინდური იყო, რომელიც მეორე დღეს სანებით სადგური კი არა, ისინი შევარდნენ. ყარდა ეს საჭმელი, აჩ მეუბნება ჭამე. ფეხებით რო ურევენ ხოლმე და რაღაცეები ვიდეოები. ფეხით მოერიათ მართლა. ყარდა და აჩ მეუბნება ჭამე, ვეუბნები შეჩემა ყარს მეთქი, ჭამა გული აერია. და მეორე დღეს მადონა კოიძის ვიდეო ხვდება, რომ მან შედის სანების სადგურიდან და ან გაფუჭებული საჭმელი რო რჩებოდა, ახალ სამატებდნენ და იმასთან ერთად უბრევდნენ რა. აი. არა, სხვადასხვა მაინც საქართველოში განვითარდა კულინარიული ხერხი, მაინც ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა. მაგითა ვართ, რავი. ყოველგვარი იმის გაწეულის გარეშე ძალიან გემრიელი საჭმელი გვაქვს და აი ეგ ინდუსტრიაც განვითარდა, შესაბამისად ნაკლებად ხვდება ხოლმე ისეთ საჭმელი, რომ აი მე ამაზე ვერ შევჭამ და პირს ვერ დავაკარებ რა. სად გაიცანით ერთმანეთს? და როგორ გაიცანეთ? გოგო წინს შეიქრია. აი ზუსტად ეგრე დავեց. ვაფშე როგორ დაიწყო? მანამდე გაიცანეთ. მე არ მახსოვს, გამოვტოვდი ეგ მომენტი რაღაც. იმიტომ არ გახსოვს, რომ აი ეს კოლაბორაციაზე დამთანხმდა. შენგან განსხვავდა. აი, ნუ ბიჭო, ნუ ამოგიჭრი, ამოგიჭრი და შენ არიღებდი, ავიღე. იმენა, ავიღე. ნეტ არამეღო, რატო ავიღე ვაფშე? აი რო არ აგიღო ხო ვიწყოთ რომ აი ყოველ ცხოვრებას არ პასუხობს. აჩიმ დამერეკო საერთო კაცის პროდიუსერი ვარო და მეთქი ანუ იმას ყავს პროდიუსერი იმ ტიპს მეთქი აი და თავის ცოტნეს გახედა შეჩემა დაულიყო. და მოვიდნენ რა კაკას მახსოვს ჩემ ქუჩაზე გამოვედი და მელოდებოდნენ რაღაცა. ორივეზე აჩისე დამაზე მქონდა რაღაც შეგრძნება რომ ბიჭო საიდან მეცნობიან თქო რა. ოღონდ ეს საიდან ეცნობოდა ის მანქანის ვიდეო თუ ეს ნანახი არ მქონდა. რაღაცა ძალიან ნაცნობი და ახლობელი იერი ქონდა ორივეს რა, არ ვიცი, ხარ თუ არა ეგეთი. ეგ ზოგადად ადამიანებზე არის, როცა შენთან რაღაცნაირად ახლობრულად არის, მაგას მე ბევრჯერ მქონია ეგ. ხო, აი მე მეთქი ბიჭო ეს. მახარაზე ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ისე ეს კაი გორში ცხოვრობდა, ამასთან ვერ გადავიკვეთავდი. მე აჩიკოს ვეძებდი, მეთქი სადღაც ეს ტიპი ნანახი მყავს, სად მყავს რაღაცა და არა რა, ანუ არანაირი ალიკვალი არ იკვეთებოდა ჩვენი რა. ხო და მე რაღაცა აქეთი მისვლები, იქ გადმოპატიჟებები, მეზობლობა YouTube-ზე როგორ ხდება რაღაცა და
აი მე პოდკასტის იდეა მაგას უკვე მახარაყვება მაგრად. გამარჯობა. ყველაზე მაგარი ბურგერები გიხმეთ რა. ვაუ! საკმაოდ პრეტენზიული განაცხადია. წინა მანქანამ რაც შეუკვეთა, ზუსტად იგივე გვინდა შევუკვეთოთ, ოღონდ რო არ გვითხრათ რა იყო შეკვეთაში. ერთხელ თემურამ თქვა ჭყონიამ, რომ დილის მენიუ თუ რაღაცა ერქვა და ეგ დავამატეთო. ღირდა მაშინ ქათმის ბურგერი რაღაცა 6 და 30 ღირდა და მოხსენთო იმის გამო რომ ქართველიო დილითო არაჭამს რესტორანშიო რა. მაკდონალდსში დილით ჭამა ესე თემა. სხვადასხვა ამ ბოლო დროს დავამუღამე მაკშიც და ხანდახან დანქინშიც რო გავდივარ ხოლმე, ეგ გააკეთეს რა რაღაცა მრგვალია. არც ბურგერია, პურია არა და კვერცხია და ყველია შუაში. აი კიდე კვერცხი, მაგრამ კარგი ასტორეს ბრექფესტად მაგრად. დილის მენიუ უფრო ჯანსაღი უნდა იყოს და მე რა გააძიე მართლა. არა მართლა, დილის მენიუ უფრო შეჩემა იმას წავდი ბადრიჯანსა რა დილის მენიუ განსაკუთრებული უნდა. დი ბადრიჯანს დილით წავდი როგორ გონია შე. დილით წავდი ბადრიჯანს. კაი არის. ხახ ავოკადოს რო ჭამდა შეჩემა ბადრიჯანს. არასდროს დილით ბადრიჯანი არ მიჭამდა რატომ წენი ხო? სტორი რო ნახე შენ რო დილა იყო ის წინადღის იყო ხავა გამოვა მარტო წინა მე ვთქვი ათილა გამარჯობა ყავა არის მადლობა ეს არის ამერიკანო 8 ცალი შაქარი მოგვეცით იმიტომ საჭმელი გვარი ქნა შაქარი ამაყარებს დაჰაკა სისტემა დაჰაკა მე მომეყავ ხევადის იმეების მიღებით რის გარეშეც არის მახარ შეხვედრალევ მე მენაგო გამოვარდა ყველაფერს შეკეთე ესეთია კარგი დღე მე რატომ დენი ყველა ხევად არ ვამიგდო მახარ ეხა მოყევი შენ ისა პოდკასტის როგორ დაიწყო რა ეგიდია მე ამიხსენით იმიტომ რომ მე არ ვიცი ფუ პოდკასტი გიორგი მიხსნიდა დაახლოებით რა არის ფუ პოდკასტი რაზე ლაპარაკობენ მე არა ამასობაში შემთხვევით მაგრამ დღეიდან დავიწყებ ყურებას გპირდებით საოცრებად პოდკასტი რომელიც არის ფუ და ფუ რატო ქვია ეგეც კითხე ვაი ზიზღი იმიტომ რომ მახარას აგორებული ჰეშტეგია რა ფუ კალატოს ფუ რაღაცა და წინ გადაცემა ჯერ კალას დაუწყო ფუების სახელი ნახევრად სპორტული ერქვა და იქ წერდა ხომ დაუწერთ კომენტარებში ფუ ეს და რატომღაც ეს ჰეშტეგი აიტაცა ხალხმა და ახალი სახელის იდეა რო იყო რამდენიმე იდეამ გაიჟღერა და ერთ-ერთი იყო ფუ პოდკასტი და ფუ პოდკასტს გავამარჯვებინეთ იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის ისტორიაა და საკმაოდ ავთენტური ისეთი ახალგან რო არ მომხდარა და რაღაცა რატომ ხეთში არის რაღაცნაირ ის არის რა არის პოდკასტები გიყვართ ზოგადად არა სხვების და ყურება მაგიტომაც ქვია ფუ პოდკასტი აი ან პოდკასტს რო დაუჯდე ერთ-ერთი კაცმანს უყურებ ხოლმე რაღაც ჭკვიანობაზე ძალიან საინტერესო პოდკასტი აქვს კაცმანი ბაზრობს ძალიან ან პოდკასტები გიყვარს просто საჭირო ხალხი ნახე იმდენი აი გორგილას მაგალითად თუ პოდკასტს დავარქვენ გორგილას ვერ უსმენ ასოციაციობანაში ვიცი რომ მაგრები ხართ და უძლებელები ხართ და ეხა მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა რომ რაღაცა სიტყვებს ვიტყვი ერთად უნდა დაასახელოთ იუთუბერი ვინც გახსენდებათ ამ სიტყვაზე რა და ნახოთ რამდენად ერთ აზრზე ხართ ამა თუ იმ იუთუბერზე მარადმწვანე პირველი ვინც მომაფიქრა 3 2 1 თქვი მიხეილ ეიჯდ ო ექსორი ვერავინ მოვიფიქრე იშა როგორ არ გახსოვს მიხეილ ეიჯდ ხო იცი ნახვები 3 2 1 ჰანგრიმენი ო ორივეზე ვფიქრობდი რომ სიტყვიანი მეთქი პიონერი პიონერი ხო აი მან უნდა ყოფილიყო მიხეილ ეიჯდ that's true ნიკა TMG ო ერთ-ერთი პიონერია ხა ნიკა კაი შემდეგ მე არ უყურებ YouTube-ს ერთი და მეორეც კაი ხარისხი 3 2 1 მახარა მე იმდენ ტექნიკას ყიდულობს და იმდენს ხარჯავს არა ერთი კამერა უდევს მაინც და ჭამს კაცო მაგრამ просто რო არ მეთქვა ეს გაიბუწებოდა ხარისხს მე არ პოდკასტს ვერ ჩაწერე ერთი კაი შემდეგი ჯუნგლები აუ გახსენდებათ ერთიანად აბა 3 2 1 კაკო არტისტი 3 2 1 ქორო ვაკალა შეჩემა შენახა შეჩემა მე ცუდი არტისტია მაგრამ გეგეშა შენახა ცუდი მსახიობი არტისტიც იგივეა არტისტი და მსახიობი იგივეა არტისტი იმენა არტისტი ხარ შეჩემა ზარმაცი შეიძლება იწყოს მაგრამ ბასტო არის რა ბიჭო მეც მაგას ვფიქრობდი ეხა просто არ ვთქვი რა როგორ შეიძლება კონტენტის კეთება რამდენი რაღაცის და გარე პროექტებზე არის შეჩემა მე ეგ არის მაგისი ინტერესი რომ ხო მაგრამ თავის კონტენტს ბევრს არ აკეთებს რამდენი შეიძლება ძალიან ჭიერი არის აი ძალიან კოლაბორაცია 3 2 1 ჯანელია ო ჯიმთუჯი უკვე გადამასწრო მაფია ხო ეგეთი ის არის რესტორანი და ხალხი მიდის საჭმელად შეჩემა რა შუაში კოლაბორაცია მანქანიდან 9 კამერი წინარაფერიდან გარეთ კამერა გადაშვება გარე კადრი გვჭირდება ჩვენი ჯეტურის ფოტო გადავიღე აი ესე გამოვიყურებით
ხო და დანელ იცი რა კითხე? აი სახიო გააკეთა რა, სპორტის აგენტები ერთვა. კი და რო დაუტოვა მე რატო გადაწყდა პოდკასტის გაკეთება მაგრას, ეგ რო კითხო. რა მოხდა מחარ? რა მოხდა? პირველ ვიდეოზე მაშინ 130,000 ნახვა დავდე და ძალიან შეიყო. ძალიან შრომატევადი იყო და თან მაგის დრო არ ქონდა, მაშინ ჰაიფში ვიყავი და აი სულ რაღაც ამბები გაწამაწია იყო რა. სპონსორმა რა, სპონსორმა. სპონსორსაც მოწონა. ნუ სპონსორის ხრიდან არ იყო ისე ბოლომდე მაშინ. ხარდაჭერა. ხარდაჭერა რა. იმიტომ რომ არხი რო იზრდება და ნახვებს დებდა ეს ტოპ ტიპები რო გინდა, ბიუჯეტი უნდა გქონდეს რომ რაღაცები ისეთი შესთავაზო რა. ფული თუ არ გაქვს. მინიმუმ აგურავეს დილით კვერცხი რა, აზრი არა აქვს. ნუ ფული აბა კალატოზი იყო. და უფლოდ იყო კალატოზი რა. გიორგის დაურეკე, გიორგი მარტივი არხი უნდა გავაკეთოთ. მარტივი ფორმატები, იაფიანი. ის როკები და ფული არ გაქვს. გვაქვს. ხო, ეგ ძალიან. ვოის מחარას დაუხაკეს თუ რავი, დაეშალა ის Facebook-ი ვეღარ. საიდანაც voice message ჩამიგდო, რითაც დაიწყო ეს. მართლა. ხო, ისე ის Facebook-ში 50 წამიანი voice-ია რა. როგორ ხარ? აი როგორ რაღაც აკეთებდა თან და თან. როგორ ხარ? ეხლა ვაპირებ გასცემ გაკეთებას. აი ესეთ რაღაცა რომ მე და შენ წავიყვანოთ. დაუშვათ, ყავს სტუმრად ლორია. ლორია მოვა, დაждდება. შენ ფეხბურთზე დაელაპარაკები რაღაცა რა ხდება? მე მეუბნები რომ ფული გჭირდებათ? აგერ არის მოგწე. აი ეს იყო ამ გადაცემის შექმნის იდეა. აი ესე დაიწყო. ეს არის, აი всё. რა მაგრამ ემოცება ეგ ისტორია შეხვაზე არა. ხო და ანუ აი მაგ ხო არის რომ წარმატებისთვის უნდა დაждდეთ და ეგ ჩამოწეროთ. აი ესე გააკეთოთ და არა, просто ხანდახან ესეც მუშაობს. ეს არის მე მგონი წარმატების ფორმულა. ეს מחარას წარმატების ფორმულა. უწრფელობა. და სინამდვილე. მეც რა მაინტერესებს, ამდენი წელია უკვე YouTube-ზე ხართ, სხვადასხვა არხებს მართავთ, სხვადასხვა კონტენტს ედებით, აწარმოებთ ამ ყველაფერს. სპონსორებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალოთ? ადრე გჭირდებოდა. ასარჩევად გააქვთ ეს ფუფუნები. מחარას ხე პრობლემა არ ქონია შვიდე რომ სპონსორი წყოლიათ ვიდეო. ჩვენ ადგილი აღარ გვაქვს. ჩემი პირველი კოლაბორაცია იყო ისა პუფი დავაბარტერე YouTube-ზე. სახში რომ გამოგიგზავნეს, ეგ იყო პირველი რომ რაღაცა მოხდა. აი 5000 გამომწერი ყავდა. ყოველდღე რომ რაღაცის განხილვას იღებენ. მაგაში ფულს ხო დიდი ალბათ, ანუ უმეტეს წილად არის. Instagram-ზე თუ YouTube-ზე? Instagram-ზე. პროსტა მისდით და ისე ფუთავენ რომ ეს საჩუქრად გამოგიგზავნეს, ხო? ზოგი იღებს ფულს. არა, გამესმის, მაგრამ დღეში 10 რაღაცა. არა, ხო ეხლა. ხო გამორიცხოთ, პროსტა მიყვებით ინებას რომ აი ვიღაცა ხო, კონტენტი გქონდეთ ალბათ. იცი რა შეიცვალა მთავარი? ხანგრძლივი კონტრაქტები ჩემოდიან უფრო YouTube-ზე. ეგ არის ყველაზე გამარჯობა. წინა მანქანამ რაც შეუკვეთა, იგივე რომ გავიმეოროთ თუ შეიძლება შეკვეთავ. ისე ყველაზე კაი კომპანია როგორია? აი სათანამშრომლოდ. ვის თავისუფლებას გაძლევს, ვის ბიუჯეტს გიდებს, გეუბნება. ვაფშე არ ეხება არაფერში და ბიუჯეტს გიდებს. აი, პროსტა გეუბნება რა. რაც გაგისწორდება ის აკეთეო. გეუბნება უბრალოდ ჩვენს როგორ აკეთო შენ. არ მითხრათ რამდენია ისე გადავიხდი თუ შეიძლება. ეხლა მეც ფიქრობდი რა ჩემდენ გამომდინარე, იმიტომ რომ ხო იყო პერიოდი ჩემთვის ეხლა მაგალითად დაახლოებით 2 წლის წინ თუ წელწადნახევრის წინ ისეთი პალასა მქონდა რომ აი საყოველთაო ვიდეოს ვიღებდი რა. ეხლა რო ვიღებ მაგალითად არ მაინტერესებს ნახვები თუნდაც 50000 ნახვა ოკეია, იმიტომ რომ მინდა რომ EcoFlow-ს Power Ocean-ი გადავიღო, სახში დავაყენო და მე გავერთო რა. ეხლა ვფიქრობ იმას, რომ ის ეტაპია დასაწყები ისევ, იმიტომ რომ რაღაცა მუღამზეც მოვედი, იმიტომ რომ გაიზარდა აუდიტორიაც, სპონსორებით, ინტერესით, რომ ფიქრობ რომ მეთქი ხომ არ დავიქოქო ისევ. მე ეგეთ პერიოდები ხანდახან მოიქოქება, რაღაცის გაკეთება გქონდა. ანუ საყოველთაოდ გულისხმობ, ანუ გასართობი კონტენტი, მაგრამ ისეთი, რომელსაც ყველა უყურებს და არა ვიღაცა აუცილებელი რომ აი ან გიორგი დანიელს გამომწერი. ხო, რაღაცა ეგეთი რა. მადლობა. რაღაცა ვაუ. მადლობა, აბა, რა მოვიდა? ვა, არიქა გვერგირსა ჩემი. თუ აკეთებდებით კონტენტის მრავალფეროვნებას უკვე YouTube-ზე რა და თან პატარა ბავშვები კი არ იწყებენ როგორც ადრე იყო რა, დიდი ზრდასრული ტიპები შემოდიან. ჩვენ იმის მიხედვით ხვდებით ხოლმე, რამდენად იყიდება მიკროფონები და კამერები გადასაღებად. იყიდება აშკარად. კი, მიკროფონები ყველაზე მეტად აი არ დაიჯერებთ რამდენი მიკროფონი გავყიდეთ. DJI-ის მიკროფონი მეორე, მე ვთვლი რომ ამ ეტაპზე ყველაზე კარგი მიკროფონი არის რა. მიკროფონის ხარისხს გულისხმობ თუ ზოგადად პრაქტიკულობას? აწყობა. აი მანდიდან რომ დავიწყო. შეფუთვა, ჩანთაში როდებ და თავის кейსში რო იყეტერება და ტვინის ბურგერი რო არაფერზე აღიწევს. შიდა მეხსიერება, რომელიც მეკაპად შეგიძლია რომ დაიმოსო რომ. მენიუ ყველაზე მარტივი არის მენიუ მიმღებზე, სადაც ვაფშე ყველაფერს ცული რა. სპონსორიზო ლაპარაკობდით რა და ის უნდა გავიხსენოთ, რომ ალბათ מחარას მაყურებლებს გექნებათ מחარასთან ნანახი. EcoFlow-ა מחარას ცუდი ხელოსნის არხზე წარმოდგენილი, ერთხელ გამოჩნდა, იმედია ცოტა ხანში გამოჩნდება და ეხლა გითხარი, מחარ
რამდენად ცუდიან კარგი ეს ისინი ვართ რა ქვია დამკვეთები აქეთ ამხარე რა ან როგორ წავიდა ჩვენ შემთხვევაში გულწრფელად რა ძალიან ბევრი ხალხი მოგადგება დანანას დაურეკე ეგ კარგი სახე მანქანას აწყობს ხო და ან მინდა თქო ის რა ეკოფლოუს სისტემა თან ნანახი ქონდა უკვე დარასერჩებული ქონდა იცოდა რომ ქონდა ეკოფლოუს თან ძალიან კაი იმიტომ რაღაცებიაც მომძებნე ამერიკული ხლამები ვაფშე ამერიკელებმა რანაირად ამერიკა და ხლამი ერთად იყოს მაგრამ ამერიკული ხლამი იყო რაღაცა შექმნილი სპეციალურად სპრინტერებისთვის, ვანებისთვის, რომ ქარავანისთვის დაგედო ეგ და რაღაც. მაგრამ იმდენად ცუდი სისტემა, მე დავიწყე მოძებნა რა არის, აი მდიდრების რა არის, ანუ კარგი ხარისხი რა არის. არ და ფასში მე მგონი იგივეა. ხო, ფასი იგივე იყო. გაიჩნდა EcoFlow. ოღონდ EcoFlow-ს fuse box-დან დავიწყე. თორე მართვა მინდოდა ამების, ანუ პროსტა რომ შეერთებ მაღალ ძაბოზე რაღაცა რო არ დაიწვას რა. EcoFlow-ს აქვს კონკრეტული პროდუქტი სახმანქანებისთვის აწყობილი ელექტროობა თავისი ელემენტით, ინვერტერით, გამანაწილებელით და ასე შემდეგ. მაგაზე საუბარი. სიმუხტება მანქანიდან და მზის პანელიდან და საკუთი ხანის. მე ხარ შეგასწვეთინეთ, სორი. გიორგი მითხრა, აუ მახარო, ზუსტად ერთი ცალიო, ეგეთი მოდელიო, მაქსო მიდოსო, ჩემ მარშრუტკაშიო. და ძალიან კარგად ვიყენებო. თუ შეიძლება რომ ვიყენებ ძალიან კარგად, მეც მინდა რომ გამოვიყენოთ ხო. ჩემი თავი გენაცვალოს. და მოხსნა დანელიამ თავისი მანქანიდან. მომცა მე და მითხრა რომ აჰა გიორგი დღეს შენ ნათელში იქნები რა. სხვა შორის მე რომ რაღაცებს ვამატებდი, მე იმდენად აღკინებული ვიყავი რომ აქედან რეკლამას მოვსტავდი რომ ესეც გავაკეთოთ, ესეც. ხო, მახსოვს რომ თუ გინდა ამასაც გავაკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ. რა მე თუ იმას გავაკეთებ. მახარა ისეთ ხოძე იყო. მე უკვე მახარად ადგილად ხარ თავის წარმოგებული ხოხები. აი, აღარ გინდო, თერას საერთოდ სხვანაირი სახე ხონდა. ფულზე მეტად რაც მახარას უყვარს, ეს არის ტექნიკა. აი აღიარებ ხო მაგას. არა, ფული აი ეს თუ დავუბრუნდ აქეთ დრონი და იგივე ოდენობის ფული დრონს აიღებს. ხო ეგრე? მოკლედ სპონსორებზე ვილაპარაკეთ და ჩვენს ერთ სპონსორზე უნდა თქვა დავმეგობრდით Connect-თან და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეხლა რაც ეს მანქანა შემოვიდა ჩვენს ოჯახში, 3 კვირა რაც ავიყვანე მანქანა და უკვე 4000-ზე მეტი მაქვს გარბენი რა. კომპიუტერტექის ფილიალს ხსნით ბათუმში, მაგაზეც გვიწევს მოძრაობა, სამჯერ ვიყავი უკვე და ასე შემდეგ და მოკლედ სულზე მოგვისწრო. მადლობა პირველ რიგში Connect-ს და პლუს Connect-ს თქვენთვისაც აქვს საჩუქარი, ჩემთვის და თქვენთვის სიმბოლურად მაგრამ თან 100 ლიტრი პრემიუმი ცუდი არ იქნება თქვენთვის, ერთი კალასთვის, მეორე მახარასთვის. შეინანი გინდა? მადლობა. ორივეზე? ხოლოდ კალა და მახარა არ მიიღებენ საჩუქარს. თქვენთვისაც, ვინც Instagram-ზე ხართ, ნახავდით რომ იქაც გავათამაშეთ. ამ ვიდეოს კომენტარებში ვინც დააკომენტარებს კითხვაზე პასუხს უპასუხებს რომ მაგალითად აი ულიმიტო საწვავი რო გქონდეთ, საწახვიდოდით, ამაზე პასუხებს აარჩევენ ბიჭები. ერთ გამარჯვებულს, ვისაც მახარა დაუკომენტარებს, დაურეპლაიებს, რომ ჯიგარი ხარო ან არ ვიცი, იმსახურება 50 ლიტრს ის მიიღებს პრემიუმს, მეორეს თუ კალა დაუკომენტარებს ან ოქტოპუსი, ის მიიღებს მეორეს, აი ეს არის თქვენთვის გამომწერებისთვის გამზადებული, აი აქ მექნება მანქანაში, ასე რომ გელოდებით კომენტარებში რამე კრეატიული ან რაღაცა. ორივე მერტ ეგეთ ტიპს დავუკომენტოთ 50 ლიტრ გამოვართოთ. და ასლა, რაჭკიანური ბიზნეს გათვლა გააძრო. ხო, იმას უნდა მეკითხა, Mercedes-ი ანუ რა ქენით? Mercedes-ზე ეგეთი რაღაცა ვქენით, რომ ერთადერთხელ ვენდეთ ჟესტიანჩიკს მიუყანეთ, რომ სანამ ამებს დავიწყებთ, გინდოდა რომ გარე ჟესტები გადაეკერებინა? ხო, რაღაცები არის მარილისგან შეჭმული და ორი კვირა გვითხრათ რომ ამ ორ კვირაში რაღაცებს გადავწიეთ, იმიტომ რომ აი ბარე მეთქი გაკეთეს. მივედით და რა გონიათ ეგრე მალე იქნებაო? ბიჭო, ხელიც არ. ანუ არ დაუთ. ანუ ვაფშე ხელი. რატო არ ეს ამ ხალხს გაჩერებული აი სადღაც იურ მუღალოში არის ტიპი რომ ველაპარაკებოდი პამიდორს ჭამდა თანზე დმასხავდა ეს როსკდებოდა ეს პამიდორი. ამიტომ დავიკიდე და ეხა ამ თვეში ვაპირებ იდეაში რომ უკვე მივცხო იმიტომ რომ ბიჭო საჭიროებას ვხედავ. ერთი სახე მანქანა უნდა გეკეთოს რა. ჩვენ შევაკეთებთ ეხა, არ ვიცი ნახე თუ არა დავწერე. ნახე და შუმაიზოლაცია გაკეთებული ქონდა. ინტერიერის გაკეთებული ქონდა. მაგრამ მაგრაჭირს, არავინ არაფერი არ იცის და აი ნულიდან გიწევს. გააკეთე შენი არ. ეგრე გამოდის შენ. ცუდი ხელოსანი, გახდა ხელოსანი. ეგრევე ცუდი დაარქვი რომ ვიღაცა ვეღარ გაჯობს. ხო, ეგ კარგი დაზღვევაა. რა გააკეთეს ვეღარ გეუბნა. იმიტომ რომ შენ თვითონ ამ. კაი არ ვარ, ცუდი ვარ. ნახარი, შენ გასინჯული გაქვს ჩვენი ამაი. ერთხელ რა, ხო და კალას მგონი არ გაუსინჯავს. ჩვენი დესერტების ობიექტი არის აქ და სხვათა შორის მალე ამაი გაიხსნება გორშიც.
ახალი მოლი იქნება გორში და გორში იხსნება ფოტოშორის ძალიან მალე იქნება გახსნა და ჩავალ გორიც იმ დღეს ჩავდი მაგარა მოხოდი ანუ რაღაცები შეიძლება კორპუსები ნანახი ანუ მე ნაყოფი არ მომპარავი აღარ დაჩა შეცემა და ანგრევს იქაურობას და მოიხოდება იცი როგორი განვითარებულია გორი ორი სავაჭრო ცენტრი აქვს ჩვენს მოლი ეხა მეორე მოლიც იხსნება და ისეთი ფუსფუსი მიდის ყავა ვერ დაიჯერეთ ხო შენებლობები მე შეხავი ამას კონსტრუქციები ხავი და ბიჭო ხო ანუ ისიც რავი თბილისზე მაგარი ის არის ეს ფუსფუსი მიდის თუ ეგ არის მოკლედ შოკოლადი ყველაზე გემრიელი ჩემი აზრით მე მოდის ჩემი აზრით გემრიელობებში ესეც კარგია შოკოლადია ოღონდ ნუტელა აქვს ამას შოკოლადია მაგრამ კარამელი აქვს შიგნით გიომ უნდა გატესტოს კალას აზრი მაინტერესებს იმიტომ რომ არ გაუსინჯავს აქამდე ეგ არის ყველაზე გემრიელი სითხე შოუს ელემენტები შოუს ელემენტების კაი იქნება რომ ერთმანეთს ვაჭამოთ ხო ახლა ერთად გავშინჯო რა წინაზე რომ ჭამე მაგრამ უფრო წვრილი იყო ეგება ცოტა მეტი შოკოლადი მაფუხია ხათაო ეგ არის ამის განსხვავებულობა რომ რბილია და ესეთი რბილი გუბკა კალა ეგ არის ცივი ჩაი ამიტომ ისეთი წვრილი არაა როგორც წვენი მაგრამ თუ აურევ იმას იზამს აი ესეც დააგემონე რა მეორე კაი ტიპია ფისტა მაინტერესებს იმიტომ რომ შოკოლადს მე არ ავწყალობ ეს ძალიან კაი იყო ეს ამაში თავსი აქვს ეს ესეთია რომ უეჭველი უნდა მიერთვა მაგრამ ესეთი რაღაცები და ფისტას განსხვავებულია გაძღა გიხო რა გაჭრილი მაქვს ოთხად რა ავიგე ძმაური აღარ რამდენი წელი ხავ ჩიზკეიკი რო გასული მე მახსოვსი მე რა დიდი ვიყავი გორში იცოდეთ ამ ჩიზკეიკი გახსოვდა არა რა გორში 2 წლის წინ თუ ერთი ეხა გორში ისეთი დესერტები გექნებათ რომ ბიჭო მე ძალიან მიხარია ჩემი ქალაქი რაც რო წინ წავა გორში რო ჩაიტან DJI მე გორელი იუთუბერი ვეყოლე ეგ არის კომპიუტერი გორელი გორის განვითარება რა ეს ძალიან კაია შენ შოკოლადები გევასმა ეს ჭამები ჭამე ეგეც გავსუჩე ძალიან მე ეს მოგეწონა ეს მომეწონა რა ცუდია ეს არის ჩემი ფავორიტი მე შოკოლადი არ მევასწრე ფისტას რო სინჯავ შოკოლადის მე მეურად გემრიელი არის და ესეც სხვანაირი გემოა და ისი თამაშობს და ესეც გემრიელია მოკლედ გავიჭვილეთ ამასობაში ეხა გავალთ ბოლოში ამ ფისტა იმდენად ბოლომდე გავალთ კასტროლების და დავბრუნდებით მანქანაში და დავბრუნდებით საბურთალოსკენ და გავაგზავნებთ საში ბას. აი კალა რაღაც კაის ამბობდა ძლივს YouTube-ზე გადავედით. YouTube-ის საიტ წავა თქვენი აზრით. ო, ეგ თქვენ თვითონ უნდა გვეკითხა. მოდი ეხა ტრენდებზე ვილაპარაკო, გინდა? აი YouTube-ზე ვილაპარაკო. თეო მეგრევე გადართო. მაგას უმაგას ამბობს, სულისკენ. ბიჭო, იცი რა არის? გააჩნია ცუდი და კაი რა არის. გლობალის ამომწოს, იცი? მესმის რომ ბევრი გასართობია, მაგრამ აი შეგიძლია ნახო მარკ რობერი, რომელიც მეცნიერებაზე ისეთ მაგარ ვიდეოებს დებს, რომ შეიძლება ჩვენ გასართობები ჩვენ კი არა გასართობები ვერ აკეთებენ ეგრე მეცნიერებაზე. გინდა, ვიცი, წიგნის კითხვაზე ბევრი ჭრელი ნიშა არსებობს და ეგ მაგრა დასწორებს. მე ერთადერთი მაგის ნაკლებობა მაქვს საქართველოში, თორე სხვა მხრივ რაოდენობრივად პოდკასტი რო ბევრია და ისა ფაქტია რა. შენ მოუყურებ მე რომ აი დანელამ თქვა წეგან ეგეთი რაღაცა რომ არ მინდა თუნდაც კონდეს 50000 ნახო. ბიჭო 50000 ნახო YouTube-ისთვის. არ არის ცოტა რა ხა. არ არის ცოტა კაცო, მაგრა დასწორებს. აი 300 კაცი ხოვდა ლაივზე. აი ეს რაოდენობა ხო ძალიან ბევრია. აი აუდიტორიაში რო ხედავ მით უფრო ხდები რამ ძალიან ბევრი ხალხია რა, ემოცია და იმით მიდიხარ და 50 თან მე ისეთი გავლენა გაქვს ამ ხალხზე, შენთან ერთად იზრდებიან, წლები გადის და შენთან ერთად იზრდებიან, ტიპი შენზე კარგად ახსოვთ შენი თავგადასავლები. ძალიან ბევრი. იცი რა არის, მე მაქვს ორი გადაცემა აგე, მე და მახარ რო ვაკეთებ ფულ პოდკასტი, ერთი ორ შაბათმა მაქვს და კიდე ვიდეოებს ვაწარმოებთ, ხო რაღაცა. ხო და კიდე რაღაცა რო ექსპერიმენტებისთვის ადგილი და დრო და ენერგია აღარ არის. ბიჭო, ხა TikTok-ს ალგე უკეთო. ახი ძალიან კარგი არის მაგის. მე სექტემბრიდან დავწხებ ეს რაღაცა. აპირებ ანუ შენ სახს? ვა, დასპოილერ და ვამბობ. არა, მithქვამს რომ სექტემბრიდან მინდა დავწხებ. რაღაცა სისულელე უნდა. მაგარი ამ სექტემბრიდან ლუკასაც აქვს თავისი არხი და შენც გექნება შენი არხი? თამაშები და გარდა. და როგორ ვიდეოებს აპირებ? ვიდეო ესე ფორმატის უფრო ანუ განხილვები რაღაცების, უფრო გეიმინგ მიმართულება მინდა, ოღონდ რითაც დავიწყე რაღაც ტექნოლოგიები, რომ დაიწყები და მოიხოდები ძალიან. გეიმინგში რომ მოხოდილი ხარ ახლა იცი ჩემზე ბევრად მეტი. ჩემი ოცნებაა, ბავშვობის მერე არ მითამაშია და ეხა სახლში მესამე სართულზე ერთი ოთახი მაქვს დატოვებული რომ მოვიცლი, გეიმინგ კომპიუტერი უნდა ავაწყო და ჩემთვის მინდა რომ რაღაცები ვითამაშო და შემომიშვით რა კლანში რაღაცა არ ვიცი. რა კლანში შემოვიშვით, მილიონ თამაში არსებობს. სამი შესახვევი გამაცა, ხო? კი. რა არის? მე როზი დავემართა. სპეციალურად გას სალაპარაკო აქვს და შიდა ესე ავდივარ. აი მაგალითად ის იმას ლუკა იღებს თავის სახსა თუ გაგისწორდა ეს არ ვიცი ახლა. აუ, Among Us. მე ვიტყვი.
ემონგასი. იმას უყურე, შეჩემა ვერ მოუწყდი, ოღონდ მარტო აბარას. რო უნდა იყო და მოკლა, ვინ მოკლა რო ვერი. ემონგასი. შვილო, ემონგასი მეთქი გითხარი და არავო და რა გავაკეთე? იმპოსტერი, იდი ნახო, იმპოსტერი. ხო, ითამაშებ შენ? ემონგასია. გინდა? ბიჭო, იმედად არ ვიცი რა ყურება გამისწორდა თქო ძალიან. კაია, თამაში დაგისწორდება. ხო და მე უნდა დავიწყო გემი რა. ზაგა, ეხა ალექსანდრეს ვეთქვა, ალექსანდრეს ერთად Warzone-ს ვითამაშებ. Warzone-იც მაგრამ მევასება. ბიჭო, ალექსანდრე რა შვება ის რამდენი წლისაა ხა? 6, 5. 6 თუ 5. სკოლაში მიდის. ეხა მის პროგრამაში? კი, რაც ეხა მის პროგრამაში. თავგადასავლები გეწება. უკვე დანა და რაღაცეები ვაჩუქე რო. სკოლაში ძლიერად იყოს. პადელს თამაშობ, თან გითამაშია? აუ მე გეი სპორტი მგონია ბოდიში. აუ ძალიან მაგარაა სწორედ, ბიჭო. არც პინგ-პონგია, არც ჩოკბურთი. აუ ვიცი რა მაგარი, აი შენ განსაკუთრებით როცდი. მე გადაბჟირდები ის დაივასებები. Never say never. მოკლედ პადელის ჩემპიონატს მინდა რომ დავადგა თავი სექტემბრისკენ. ძალიან მარტივი, აი გარი კაი. მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ არ მევასება. მადლობა ძალიან დიდი რომ მოახერხეთ გამოხვედით არ დაგეზარათ. მადლობა თქვენ, მართლა არ მეგონა ესეც საინტერესო თუ იქნებოდა. დანელა იყო ჩვენი სტუმარი. მეუღლესთან ერთად გვეწვია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. წარმატებები პირადადაც და რა ვიცი ქართული YouTube-საც მახაროთ ეძახი პესიმისტურად არის განწყობილი ამ ქართული YouTube-ზე მაგრამ ჩვენ ძველი YouTuber-ები თუ არ დაუდექით ერთმანეთს ახლები ჩაგძირავებ ბიჭო. ყველა მარტივ გზას რო ეძებს ეგ არ ევასება ამას რა მაგრამ სხვა მხრივ ნუ ეხა ყველა მაგასეა რა. შენ ხო ეკლიანი გზა გამოიარე ეხა დაჯექი ჭამეშე ჩემო. შენ იდი ნახვი რა ეკლიანი. აი ამათ დააყარეს მეგობრებო უღრმესი მადლობა იმისთვის რომ უყურეთ ვიდეოს ამაზე გავწევთ გამოიწეროთ არხები აღწერაში იქნება ყველაფერი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. შენ რა გავაკეთე? შეჭება ის მოსა სვაუდა.